Arajansak საკვებით შეგიძლია რომ დაიკლო. მაგალითად, ორი ადამიანიდან ერთი ჭამს arajansak საკვებს, ძეხულს, ტკბილეულს და ასეთებს და მეორე ჭამს ჯანსაღს და ორივე ჭამს ცოტას. ასეთ შემთხვევაში ორივე დაიკლებს? კი, პასუხია რომ ორივე დაიკლებს. ეს არის კალორიების მთავარი იდეა. თუ ორივე მაგალითად 900 კალორიას შეჭამს დღეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს კალორია ბურგერებისგან იქნება თუ ბროკოლისგან, ორივე მათგანი დაიკლებს. მაგრამ თუ ადამიანი გადაწყვეტს წონის კლებას arajansagi საკვებით, აი აქ იწყება პრობლემები. პირველი პრობლემა არის გაძლიერებული შიმშილი. arajansagi საკვები აძლიერებს შიმშილს. ადამიანი, რომელიც ასეთ პროცესირებულ საკვებს იღებენ, ბუნებრივად 500 კალორიით მეტს ჭამენ. მაშინაც კი თუ თავისუფლები არიან, აი რაც უნდა და რამდენიც უნდა ჭამონ დღის განმავლობაში. ერთს დაუდე ჯანსაღი, მეორეს arajansagi. Arajansagისას დაუდე ბუნებრივად 500 კალორიით მეტს ჭამენ. და ფიზიოლოგიური მექანიზმებითაც უფრო მეტად შევიდებათ იმ ადამიანებს, ვინც arajansagi კვებით იკლებს. მეორე დიდი პრობლემა არის კუნთის განლევა. ადამიანები, რომლებიც arajansagად იკვებებიან, როგორც წესი საკმარის რაოდენობით ცილებს ვერ იღებენ და ეს იწვევს კუნთის განლევას. კუნთის განლევა იწვევს ერთი რომ შიმშილი ძლიერდება, მეორე რომ მეტაბოლიზმი ნელდება და სისუსტეს გრძნობს ადამიანი და სისუსტეს რო გრძნობს და მეტაბოლიზმის შენელება, თუნდაც იგივე რაოდენობას ჭამდეს, უფრო ცოტა სწვავს ეს ადამიანი, ანუ ორგანიზმი ადაპტაციას ცდილობს და ამიტომ ესეთ ადამიანს დროთა განმავლობაში კლება გაურთულდება. ეს გრძელვადიანად, რა თქმა უნდა, ხა პირველ კვირებში, თუნდაც პირველ რამდენიმე თვეში ორივე დაიკლებს, თუ ცოტას ჭამს, მაგრამ დროთა განმავლობაში კლებაც შენელდება იმ ადამიანში, ვინც arajansagად იკლებს და გაურთულდება კიდევაც დიეტაზე ყოფნა. იმიტომ რომ მადა გაუძლიერდება. მესამე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც წარმოიქმნება arajansagi კლებით, არის რომ ქოლესტერინი უარესდება. ქოლესტერინი შეიძლება მოგემატოს მაშინაც კი, თუ წონაში იკლებ. თუ arajansagად იკვებები და პროცესირებული საკვების უმეტესობა ზუსტად ამ arajansag ცხიმებს შეიცავს, ზოგი ტრანს ცხიმებს, ნაჯერ ცხიმებს და ჯამში ეს ქოლესტერინზე ცუდად აისახება. მეოთხე, რაც ხდება arajansagi კვებისას, ინსულინ რეზისტენტობის პრობლემა. ამ დროს შაქარი სისხლში არასტაბილური ხდება, შაქრის ან გლუკოზის და ინსულინის სპაიკებია, ადის ჩადის ძალიან და ეს ორგანიზმისთვის ცუდია. ერთი რომ ინსულინის ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს, მეორე რომ ინსულინი და ეს გლუკოზის თამაში ენერგიაზე მოქმედებს ადამიანზე, დეპრესიაზე მოქმედებს, ჭამის სრულის უმატებს და კიდევ ერთხელ ადამიანი უფრო მეტს ჭამს. და მაშინ კითხვა ისმის, რომ რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები, ვინც წონაში ეფექტურად იკლებენ, ისინი საერთოდ არ ეკარებიან arajansag საკვებს? არა, ასე არ არის. ესეთი ადამიანებიც ჭამენ arajansagს, ოღონდ დაგეგმილად, მცირე ოდენობით. დაიშვიათად. შეგიძლია გამოიყენო 80-20-ის პრინციპი, 90-10-ზე ყველაზე საუკეთესო იქნება, რაც ნიშნავს, რომ 80-90% უნდა ჭამო ჯანსაღი საკვები და კი 10-20%-ამდე შეგიძლია გამოურივო arajansagi. ოღონდ უნდა იყოს დაგეგმილი, უნდა იყოს გაზომილი პორცია, ანუ იმის მეტი არ უნდა ჭამო და არასდროს კვება არ უნდა დაიწყო arajansagi საკვებით, ანუ უნდა დააყოლო. თუ კი შეჭამ ჯერ მაგალითად სალატს, შემდეგ დააყოლე დონატი და არ დაიწყო დონატით, იმიტომ რომ ეს მოყვება მეორე.